20 წლის წინ აქ მაიდანზე ხალხი შეიკრიბა, რათა უკრაინა ევროკავშირის და ნატოს წევრი სახელმწიფო გამხდარიყო. 10 წლის შემდეგ ევრომაიდნის დროს ხალხი კიდევ ერთხელ შეიკრიბა, რათა თავისუფლება მოეპოვებინათ და ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანებულიყვნენ. ნარინჯისფერი რევოლუციის და ევრომაიდნის შედეგი კი ახლა ეს არის. შეხედეთ. ფიქრობ, აქ ომში დაღუპულთა 1/10-იც არ ჩანს. საინტერესოა ევრომაიდნის დროს რომ გეკითხათ ხალხისთვის, რომ ის პროცესები ამ ყველაფერს გამოიწვევდა, რა სიტყოდნენ ამ დაუსრულებელ ომზე, დაღუპულთა უზარმაზარი რაოდენობით. ვინც ჯერ კიდევ ცოცხალია, ისინი იმალებიან, რათა ჯარში არ წაიყვანონ. მშვიდობაზე საუბარი არავის სურს, ხოლო ვინც მშვიდობაზე საუბარს იწყებს, მაშინვე მოღალატის იარლიხს აკერებენ. მოდით შეხედეთ აქ რა ხდება. სწორედ ამ ადგილზე იბრძოდნენ ევრომაიდნის დროს და რისთვის? ამისთვის? Это Майдан Незалежности. Тут выборывали свободу. Вот боролись ради чего? Ради вот этого? არ მესმის, რატომ არ შეუძლია ხალხს შეცდომების აღიარება. შეხედეთ, რამდენი ადამიანი მოკლეს და ეს ყოველდღიურად გრძელდება. Гибнет каждый день, и это далеко не все. Не могу понять. გულწრფელად ვამბობ, ვერ ვიგებ რა ხდება. რაღაც სიგიჟესთან გვაქვს საქმე. აქ სულ ახალგაზრდა ბიჭები არიან. Дмитро Александрович. Степанец — это распространенная фамилия в Ровенской области. Степанец, Подолец, Якимец. Такие вот фамилии. Вот такие дела, друзья. Что пускай вам Бог помогает. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.